სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები მოგესალმებათ, მე კი მივესალმები ბატონ გიორგის. ბატონო მიხეილ. როგორ გიგითხოთ ბატონო გიორგი? მადლობა, კარგად. თოთ. ბაბუობის ამბავი მოვინელეთ. ბაბუების ამბავი მოვინელეთ. გასაგებია. ისე მეც მაშინ ბაბუს დაგიძახეთ ხოლმე შიგადაშიგ. გამოვში ხოლმე. მიდი ბაბუ. რაზე ვსაუბრობთ მიშა? არ ვიცი. როგორ არ ვიცი, ძალიანაც ვიცი ყველაფერი. პლუს მინუს ვიცი. პლუს მინუს ვიცი. ერთი თემა გამიკვირდა შენ რო არ წამოწიე. გამოფენის თემა. ბლეიჩოუს გულის, ხო? კარგად რო არ გაგვივლია ეგ თემა. ცი რა არის? რაღაცა ვისაუბრეთ მაგაზე და ხო, რაღაცა კარგად არ გაგვივლია. კი ბატონო, ცოტა ეგეც წამოვიღე. კი ბატონო. ცოტა ეგეც წამოვიღე, მაგრამ სანამ მაგაზე გადავალ 16 ივნისი იყო უკვე. ო, ეგა მთავარი იყო. ხო და მოვიგე მიშა. იცი როგორ მოვიგე? ხო. ესე როგორ დავარქვა, ისე რომ თუ სან არ გამოჩნდეს. ცალკარა ვითამაში, ოღონდ კარში არავინ არ იდგა. ეგრე შეიძლება ითქვას. ოღონდ სან არ გამოჩნდეს. ხო რა, ეგრე გამოვიდა. ხო და დეტალებისგან თავს ვიკავეთ, მაგრამ ის კაცი ვიპოვეთ. ხო და ეს რომელი პაპექში რო იყო ეგა? ანუ იპოვეთ რა, ანუ გამოჩნდა? კი, იპოვნა მოსამართლემ. ხო და გამოცხად და? თუ რაღაც მიზეზის და გამო ჩაერთო თუ რაღაც. როდის მოხდა ერთი 10 წამიან სასიამოვნო მუსიკას დავადებთ. ხო და ის მე გავაგრძელეთ. კაი ჩაცებული შამფურებით ვაგრძელებთ მიხეილ. გასაგებია. ორი სიტყვით ვიცი თვითონ ის მიზეზი მე მგონი იმსახურებენ გამომწერები რომ პატარა ახსნა რატო არ ყვები დეტალებს. ახსნა მე ვხვდები, მაგრამ მაინც უთხრათ. ახსნა რა უნდა ანუ როგორ ვთქვა, ყველა მიცით რა სიტუაციაც არის დღეს რა და მარილს არ ვაყრეთ ჭრილობაზე რა მოდი ასე. ხო და ჩუმად მივიპარებით ესეთი სახე დავარქვა რა მაქსიმალურად ეხლა დანარჩენი ეხლა რავი ტელევიზიაში მივსულიყავი, რაღაცაში მივსულიყავი, უფრო გააფუჭებდა საქმეს მე ესე მგონია. ხო, ანუ ამით გიორგი ხას უსვამს იმას, რომ არ ებრძვის, ანუ ანარქისტობას არაპირებს, რა კონკრეტულ თემას ცდილობს, რომ რაღაცა ჩარჩოში მოაქციოს რა. ხო, რავი, ბევრი ალბათ გვისმენს კიდევაც სისტემიდანაც ეხლა ყველაფერთან ერთად იმის მიუხედავად, რომ ბევრთან მეგობრობ და კარგად ვარ განწყობილი, ნუ სტრატეგიაც არის ესეთი, რომ ნუ რა ვქნა თუ ქართველები ვართ ჩხუბით და ჭიდაობით არც ერთი დარჩევა მოგებული და არც მეორე რა და ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი არის რომ ბოლოს დავსხდეთ ორივე მხარე და ნახოთ გამოსავალი ისე რომ მეც მერტია მოწმა მე ტელეფონზეც კი არ მეკითხია შენთვის რა ქენი როგორ ქენი ძალიან მაინტერესებდა მაგრამ არ გიგითხია მიშა მე მგონია რომ რუბიკონი გადავლახეთ მიშა მე მგონია რომ სამარცხვინო ეტაპი მე წინაზე ვსაუბრობდი რომ აი რაღაცა დროის მერე ამას მოვიგონებთ მეთქი და შეიძლება ზოგმა წიგნებშიც ჩაწეროს რომ ესეთი რაღაცა პერიოდი იყო აი როგორც მაგალითად დღეს ვთქვათ ვიცით რომ ხო ისე რა ქვია მშრალი კანონი როგორც ხო ანუ აი როგორც მაგალითად რომ შემოვიდნენ ვთქვათ იმპერია რომ შემოვიდა მე ის და ვთქვათ ხანჯლებზე სამი თითის ზომაზე რო კეთდებოდა რომ ხელში კომფორტულად არ ჭიროდა ზომები და რაღაცა პერიოდები ხო იყო ხოლმე ყველა ქვეყანაში რაღაცა გაუვლიათ ჩვენ რაღაცა ძალიან ისეთი პერიოდი გავიარეთ კანონის რეგრესი მე მე ცოტა თამამი ვიქნები და რაღაცებს ვიტყვი შენ არ თქვა უყონთ. ხო, სახელებს დავარქმევ რა, მე ყველასთან მაქვს პრეტენზია, ხალხთანაც მაქვს პრეტენზია და პოლიციელებთანაც მაქვს პრეტენზია. და ნენელა გავამხელა ამ ყველაფერს რა, პირველი ხალხზე რო თქვა, ანუ ძალიან ბევრზე ახია მიშა რა, ესე რო ვიტყვიან, იმიტომ გეტიცი რატო ანუ ამას გავავრცელებთ ახლა შენ სადღაცას დაწერე თუ თქვი რომ საბარგულია, წინა ვიუბრალოდ თქვი რომ საბარგულია. ეგ განა პოლიციელებმა იციან. პოლიციელებზე ამის მერე ვიტყვი მე, მაგრამ ეგ სასამართლო პრაქტიკა არის, უკვე და მაგას გაგიზიარებ ცოტა ხანში, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ საბარგულში ფლობა არ არის პრობლემა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ბარდაჩოქში ქონა არ არის პრობლემა. კიდე რამდენიმე პრაქტიკა და ეგ არის სამარცხვინო, რომ ეგ ყველაფერი დადგინდა იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ
ძალიან შეწუხდა ხალხი სასამართლომდე მივიდა ვიბრძოლებთ და რაღაცა ხაზი გაავლო სასამართლომ, მაგრამ სადაც სასამართლო პრაქტიკამ ეს რო გადავიკვეთე, ესე მუშაობს რა. იმ კონკრეტულზე გაავლო ხაზი, დანარჩენი კიდე იგივე უამრავი რაღაცა არის და იმის მაგივრად ამაზე ვისაც ევალება იმან იფიქროს და დაარეგულიროს, გვიწევს აესი ამ ყველაფრის კეთება. ხო და ახია თქო, რო თქვი, მე ყველა ბევრი რამე მესმის, ბევრი რამე შეიძლება არ მესმის, მაგრამ აი მოხმარებლებში ახლა ბევრმა შეიძლება ელემენტარული არც დრო აქვს, არც ნერვი აქვს, მეც გამევლია ეგ ეტაპი, მაგრამ მე ხო ვიცი რომ ბევრს აქვს, საშუალებაც აქვს, ყველაფერი აქვს რა და ელემენტარული რომ არასაჩივრებდნენ, ელემენტარული რომ ხმას არ იღებდნენ. ხო, მე ძალიან კარგად მივხვდი, გაწყვეტინებ მაგ სიტუაციას, როდესაც გუშინ წინა ფაქტზე, წინა ვიდეოში რომ ვისაუბრი. აი მე რომ ვერ მოვახერხე გადაღება, ეს მიზეზი ქონდა ერთ-ერთი რომ რაღაც ჩემი ერთ მეგობრის გამო ვერ მოვახერხე რა, მაგრამ 100% მივხვდი იმას, რომ თუ ადამიანს რეალურად არ გიშლის ხელს არაფერს, რომ ანუ იბრძოლო, გადაიღო, უნდა გააკეთო რა. კი ბატონო, მე ძალიან ბევრისგან გამიგია რა, ყველაზე არ ვიტყვი რა თქმა უნდა და არც გულისხმობ მაგაზე, მაგრამ ვისაც აქვს ყველანაირი საშუალება, ამბიცია, ეგეთი რეპუტაციით რაღაცა და საბოლოო ჯამში საქმეზე მიდგება და აი შენ რა მოიგერო? ხო, აი ეგ არის, მაგი მეს მაგრამ ახია თქვენზე რა და არ ვიცი, მე რომ მქონდეს რა დავარქვა, თქვენ თვითონ დაარქვით, აი ეს ყველაფერი რო შეიძლება, მე მაინც აღარ ჩავიდოდი თქვენს ადგილას დანაშჯიბეში. დანარჩენი ბევრი რამე შეიძლება, მე ეგრე მგონია. ეხლა პოლიციელებზე რო თქვა მიშა, პოლიციელებზე მე ვიტყვი და მე მგონია რომ ძალიან ბევრი თვითონ პოლიციელის დამეთანხმება რა ამაში რა და არ ვიცი, რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა არსებობდეს. არ ის ყველა ხვდებით რა არის სწორი და რა არის არასწორი. აი ასე მგონია მე რა მიშა. და დღეს ეს არის ცივი არაღი მიშა, ეს აი დასკვნა ავიღე. გაგიზიარებთ. აი ეს არის რა. აი ეს არის. და გელმიშა. წერია. აგე პირდაპირ. სიძახე. მე რო დავდივარ. მე ეკუთვნება ცივი არაღს. მაგით ჩემი ბავშვისთვის მოხდა ჩქარი, იცი, რამდენიმე წლის იყო, აღარ მახსოვს, 4 წლის თავზე მე მგონი. ეს როდის აი? რამდენიმე დღის უკან ავიღე. ანუ ახალია. კი, ეგ ახალი არის. ხო და ანუ ეგ არის ცივი არაღი და დღეს ხალხი მაგაზე შეიძლება საჯელს იხდიდეს ციხეში. ხო და აი იმისი არ იყოს, აი იმ რო თქვა რომ შამფურები გაგვიციებია ხოლმეო. ყველაფერს გაიგებთ, ყველაფერი არსებობს. ადრე თუ გვიან როცა საჭირო ჩავთვლი, მაგრამ ამ შემთხვევაში პოლიციელებზე მინდა ვისაუბრო, რა და ძალიან ბევრი მგონია რომ შეგინთაც ამას თავის სწორ სახელს არ ქმნევს. მაგრამ სამწუხარო არის რომ ყველა არაზრუნებს სწორად. აი, რაც არ უნდა კანონი გაძლევდეს საშუალებას. კი ბატონო. აი, რაც არ უნდა, არ ვიცი, ეგეთი სიტუაცია იყოს. აი იმაზე რომ ადამიანს საბარგულიდან ამოუღებ, დღეს რო ეხლა იძახიან რომ კანონი გწოდნიაო. ჩვენ ხო ვიცით რომ ამებზე ხალხი დააჯარიმეს. რა თქმა უნდა, და ამაზეც რო აქედან ამოუღებ, სულ რო კანონიერი იყოს, სულ ყველაფერი იყოს, სულ რო იქ ჩინმედლებს იღებდე, ამას ერთი სახელი ქვია რა და მე მგონია რომ ყველა მიცის იმას რა სახელიც ქვია. კაც რო პრობლემას შეუქმნი, დააჯარიმე. ამის გამო რო პრობლემას შეუქმნი და ამის გამო რო პრობლემას შეუქმნი. აი ამის გამო. და შამფურის გამო რო პრობლემას შეუქმნი. ხო, ეგ არის რა და მე მგონია რომ იცი რა ეტაპი გავიარეთ, მიშა მე ეგ ფილმი მიხსენებია, ექსპერიმენტი, სტენფორდში რო ჩაატარეს. მე კონკრეტულად ვინმესკენ კი არ ვიშვერ ხელს, არ ვიცი ახლა ისინი რო ჩაანაცვლო ის პოლიციელები, ჩვენი საზოგადოების ნაწილია და ჩვენ საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ისევე როგორც მეორე მხარეს, წეღა რო თქვი, რომ აი შენ რა მოიგერო. ყველას ერთი პრობლემა გვაქვს რა და მე მგონია რომ ერთად უნდა მოვერიოთ ამ ყველაფერს, სხვა გამოსავალი არა გვაქვს. აქ ვცხოვრობთ და მე მგონია რომ ერთი სისხლი გვაქვს და ერთად ავართ. ხო და აი ეს ეტაპი გავიარეთ, აი ეს ფორესტ ვაიტეკერი რო აფსავს. და თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერიო. ხო რა და აი ბნელი პერიოდი გავიარეთ მე მგონია რა, რომ აი ამაზე რო დაგვდევდნენ რა, მეტი რა უნდა იყოს ამაში რომ მე დილითვე ეგრევე მაგიტომ მოგწერე გიო ის რაც მოგწერე რომ ანუ რაღაცა არ ამგონია რომ ეს მისი ნათქვამი რო გწოდნია კანონიო. არა მიშა პრაქტიკა ხო მაგას ვიძახი რა ესე იგი სანამ რაღაცა ძალით
რაღაცა არ მოარტყავ ცხვირში, ისე არ გამოვიდა. იგივე სიტუაციაზე 2 თუ 3 თვის წინ ჩემ მეგობარს ზუსტად იგივე სიტუაციაზე დაუწერეს 500 ლარი ჯარება. კი ბატონო. კი, არა გავიარეთ. რამდენიმე თვე ჯოჯოხეთი გავიარეთ. ხო და მე გადავლახეთ ეს რობიკონი, ახლა სასამართლო გამოცდილებებს გაგიზიარებთ, გამოთხოვილი არის მაგ ყველაფერი და დავდებთ, რომ საბარგულში მოსულა, ბარდაჩოქში მოსულა, ჩანთაშიც არის რაღაცა ისა მოსულა. ეხლა დანარჩენი ბარსეტკაზე კიდე გადავალ გუშინ ექსპერიმენტი რო ჩავატარე მაგებზე მოსულა და ნელა უკეთესობა იქნება. მაგრამ ალბათ ამასაც უნდა დაერქვას თავის სახელი და არ ვიცი რა ვიკრწხენოდეთ რა. აი ვინც ეს გაგვატარეთ, გრწხენოდეთ. და კომენტარებში უბრალოდ ეხლა ვიცი რომ მაგას მოყვება რაღაც ამბები რომ ეს შეიძლება ის შეიძლება. კარგად მოусმინეთ რაც ძახის გიორგი. ანუ ეს არის სასამართლო რაც პრაქტიკა კონკრეტული და ეს არ არის მოწოდება. ანუ ჯერჯერობით, ანუ იმას ესე არ გვიძახით, რომ ადექი და ჩაიდე. არა, მაგას მაგი არასოდეს არ მithქონს მე. უბრალოდ რაც არის, იმას ვიძახი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება, მაგრამ წეგან წინა ვიდეოში ვთქვი, თუ არ გაწუხებს, აი ესე რომ გექცევიან, მაშინ ღირსი ხარ ესე რომ გექცევიან რა და თუ არ გაწუხებს ის რომ საბარგულიდან რომ გართმევენ და გები და საბარგულიდანაც იღებ რა მე მგონია რომ რა ვიცი მაშინ მოსულა რა იმიტომ რომ თუ არ იბრძოლებ ნებისმიერ სიტუაციაში იქ სახელმწიფოებრივ დონეზე იქ პირადი თავისუფლების დონეზე იქ ყველგან ყოველთვის დაგჭა ეგ რა და მე არ ვიცი აქამდე როგორ მოვედით აქამდე არ ვიცი უბრალოდ მაქვს ჩემი თეორია მაგას არ ვიტყვი მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრჯერ გადაგვიარეს ჩვენ და საბოლოო ჯამში ნუ ესე გამოვედით რა შეიძლება რაღაცნაირად დავიჩაგრეთ და ესე ვართ დღესდღეობით მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე იმედი არა მაქვს გადაწურული და ხალხო ცოტა გამოფხიზლდით და გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ რა. საბოლოო ჯამში მე ცოტა ნაწყენიცა ვარ. მე ამ თემაში ჩემთვის არ უნდა წამოეძახებინათ შეხვედრაზე რომ მარტო შენახარ. ეგ არ უნდა წამოეძახებინათ და ამას ყოველთვის ვიტყვი მე. ხო და სწორიც წამომაძახეს. ხო რა მარტო შენ გაწუხებსო რა და მიუხედავად იმისა რომ ცამდე მართალი ვარ, ნუ ის სწორი მითხრეს რომ მარტო შენახარო. იმიტომ რომ არავინ არ აქტიურობს. აი ეს დღეს ცივი არაღი არის და მე არ ვიცი ახლა ექსპერტების ადგილას ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი. მე კი დავტოვებ ახლა ამას, მაგრამ არ დავტოვებ. ამით დავდივარ რა მოკლედ რა პრინციპში რა ვკრა. ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი ექსპერტების ადგილას, იმიტომ რომ ესეთი მე პატარა მაქვს ანუ და მეგრიგის მნიშვნელობა რა, ანუ იგივე ზომა უბრალოდ მარტო ის რო აქვს რა. ჩუაკ დანის გამოა ცივი არაღი და დანის გამო არის. კი არ წერია რაღაცა დანა აქვსო და არა მაგით ვივლითო არ ვიცი ვინმე თუ მართლა ჯინიანი შემხვდა და მაგაზე მე აი შემდეგი მე ეს რაღაცას გაგიზიარებთ კიდე არ თქვა ეხლა კაცო ის არის რა მეთქი მეთოდოლოგია თქვა ესეთ ჩანაწერს გაგიზიარებთ ანუ რეალობაში ყველაფერი თუ სხვანაირად არის შემისწორეთ ეს კანონი ჩემს გამო შეიცვალა, ბევრი რამე ჩემს გამო შეიცვალა და აქაც ჩემს გამო ჩაიწერა რაღაცეები და თავი დაიზღვია ასე გამოცდილება მიიღეს და ეს რაღაცა ჩაწერეს მიშა. ცივი იარაღის იდენტიფიკაცია ასევე უნდა ეფუძნებოდეს საგნის კომპლექსურ შეფასებას, გარკვეული მახასიათებლების არ ქონა. ანუ შეიძლება მჭრელიტავიც არ იყოსო. შეიძლება მჭრელიც არ იყოსო. ხტები თავი შეიძლება ვაფშე პომიდორი იყოს, მაგრამ ცივი იარაღი იყოს. არ გამორიცხავს საგნის ცივი იარაღის კლასიფიკაციის შესაძლებლობას. კარგად გაიგაზრე რა წერია. კი, როგორ არა, მე ფანტასტიკურად ვწდები, რომ ნებას ვიტოვებთო, რომ არ წხვენიათ. ცივი იარაღის იდენტიფიკაცია ასევე უნდა ეფუძნებოდეს საგნის კომპლექსურ შეფასებას, გარკვეული მახასიათებლების არ ქონა, არ გამორიცხავს საგნის ცივი იარაღის კლასიფიკაციის შესაძლებლობას. ბატონო, ან თუ დამჭირდაო, ესე იგი, აი ეს სათვალის ისო, ცივი იარაღად შემეძლიაო რა. მეგობრებო, არ არის ეს გამოსავალი. წინ ვერ წახვალთ ეგრე. ეხლა მე ჩემ შესაძლებლობებში სხვანაირი პასუხი რო გაგცეთ არ არის, ვიძახი რომ უბრალოდ გამოსავალი არ არის. დანარჩენი პირისპირო აღმოჩნდებით როცა მოხდება ეს ამაზე არ გექნებათ პასუხი და ჩემი თხოვნა არის რა განა რამეს ვინმეს მემუქრებიან რაღაცა მართლა პრობლემა გვაქვს მართლა არ არის ეს გამოსავალი და მართლა შეიძლება ეს ყველაფერი ისე გაკეთდეს რომ არც უსაფრთხოების რისკები გაიზარდოს ეს ყბადაღებული ერთმანეთს დაუხოცავთ
და ისე რომ პატიოსახალსაც მე ესე ვიტყვი რა, ზუსტად ეგეთი რაღაცეებით გეტყობათ, როგორ ბოდიში და ფეხებზე კიდიათ რეალურად ხალხის საჭიროება რა. აქ ხო არაფერ შუაში არ არის. აი საერთოდ არაფერი, ანუ ეს არის პრობლემა, რომელიც უბრალოდ ერთმა ადამიანმა თავისი შრომით ძალიან თვალსაჩინოდ დაგანახათ, ანუ რაც არ უნდა იძახო ეხა რომ რა ქვია, მარტო ხარ თუ არ არის მარტო, ეს უბრალოდ სამწუხაროდ ეგ ჩვენი კიდე სხვა პრობლემაა, რომ ესე არის რომ ანუ შრომა ზოგადად გვეზარება, მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ რაც გიორგიმ თვალსაჩინოდ დახატა, კი არა და გადმოსცა, ხო? ამაზე მართლა რო გეფიქრათ და მართლა რო გაგერკვიათ, ხალხს აწუხებს, არ აწუხებს, ალბათ აქამდე რაღაც კონსენსუსი უკვე იქნებოდა ნაპოვნი რა. უმარტივესი არის ახლა გავიარეთ ეგ ეტაპი და ძალიან მარტივად ჩემი ერთადერთი ინტერესი იყო ის რაც მეთოდოლოგიაში ეწერა აქამდე რომ მრავალსაგნოვანი არ არის ცივიარაღი, ჩამკეტი არ არის ცივიარაღი, 6 სანტიმეტრამდე არის ის კანონში უნდა გადმოტანილიყო და ეგრე კეთდებოდა რამდენიმე წელი. უბრალოდ ის კანონში უნდა ყოფილიყო რომ ის სიგიჟეები და არ გავწოვებდა. ხო და მორჩებოდა, არაფერი არ შავდებოდა მაგითი და ეს დანაფობია რაღაცა არაფრის მომტანი და არ ვიცი საიდან მოტანილი. რო არიქა და გაიგესო, რომ ჩამკეტის გარეშე არ ვაჯარიმებთო და რაღაცაო და ჩაწერეს სიგიჟეები, რომ რაღაცის არ ქონა, მაინც გვაძლევს საშუალებას, რომ ცივიარაღი იყოსო. ანუ შეიძლება ექსიც რას ნიშნავს, მიშა, შეიძლება ზომაც არ ქონდეს 4. კი და მაინც ჩავწეროთ. მაგრამ ზიანის მისაყენებელი იყოს. ხდები, მაგრამ უკვე 1-0 არის რო იცოდეთ და შემდეგებიც მე მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა ჯერ კიდე რამოდენიმე წლის წინ, როდესაც მე მახსოვს ერთი მომენტი რა, რომ ჯერ არ ქონდა სარჩელი და მაშინ რაღაცა თითქოს ცოტა სხვა რეალობა იყო. მაგრამ მე მაგრად მახსოვს, რომ აი როგორი განცდა მქონდა, იცი რომ როგორც კი მეთქი სასამართლოში პროცესი გადავა, შეიძლება დრო გაიწელოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, რავი რა, შეიძლება მართლა საკონსტიტუციო მცნოს, რომ კანონი არის არაკონსტიტუციური რა. მივალთ მაგამდეც ერთი თვე დარჩა და უკვე შევიტან საკონსტიტუციოშიც. კიდე იცი რა არის თქმა მინდა და მე მგონია რომ სწორად გამიგებენ რა და თუ არ გამიგებენ და მე მგონია რომ მაშინ არასწორად გაიგეს და არასწორად უყურებენ. რამდენი გადაუკვეთილო არ პოლიციელებთან. აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არ აქვს აღქმა რას ემსახურება. კი. აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს არანაირი აღქმა. ხალხს ემსახურებიან არა? ხო, არ აქვს არანაირი აღქმა. და იმ როლში არიან შესული რა, ფორესტ ვაიტეკერის როლში არიან იმ ფილმიდან შესულები და ის რეალურია ხო ის სტენფორდში ჩატარდა ის ექსპერიმენტი სტუდენტებმა და ეგრე უბრალოდ ეგრე არის. აბსოლუტურ უმრავლესობა ვერ იაზრებს რომ არის მოსამსახურე, რომელსაც ხელფას უხდით ჩვენ. თვითონ დოლაც არ ქმნის. აბსოლუტურად არაფერს არ ქმნის. ხანდახან აბუჯებს ვით. კი ბატონო და რომ ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს. ნამდვილად. ჩვენ უსაფრთხოებას ამბობს საბოლოოდ კი ბატონო, კი. არ უნდა გვიქმნიდეს იქით საფრთხეს. კი, როგორც აი რესტორანში რო შედიხარ რა, ეხლა რა, არის იქ მოსამსახურე და უნდა მოგემსახუროს. კი ბატონო. მოსამსახურე ცუდი სიტყვა არ არის. სამსახური არის, სამშობლოს სამსახური და ხალხის სამსახური არის. ხო და აბსოლუტურ უმრავლესობას ეს გააზრებული არ აქვს და სულ მოძელადად არის ქცეული რა. რა, ჩემი პრაქტიკა გამოცდილება ესე არის, შემიძლია დავადასტურო 1000 მაგალითი. ძალიან მიხარია სხვათა შორის, რომ შენ იძახი ამას და აუხსნი რას გულისხმობ გიორგი ამაში რა. ანუ მე ძალიან ბევრჯერ როგორ რაღაცა წავაწყდი, იცი რომ ანუ როდესაც ვიძახი რომ ანუ არის სამწუხაროდ იქით ამ მხრიდან რაღაცა ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა ესე. ანუ რაღაცა შენ არ გიყვარს, რა შუაშია, საიდან მოიტანა რომ არ მიყვარს. არანაირი ის არ მაქვს, ანუ ხდები ინსტიტუციის მიმართ არ მაქვს აბსოლუტურად არანაირი პრობლემა. ძალიან კარგად ვათვისნობიერებ საჭიროებას. კი ბატონო. კი. ფაქტია რომ პროსტა არის ძალიან ბევრი გადაცომა და ძალადობა. სამაზრზე ვიყავი, უბრალოდ დღეს გადავწყვიტე ეს თქვა, იმიტომ რომ დღეს რაღაცა ეტაპი მოვიტოვეთ უკან. მე კიდე ბევრი მაქვს სათქმელი მიშათ, მე ბოლოს კიდე გავიყვანთ ამას ბოლოს და ეს იმედია მოვადრო რომ კანონზე არ მექნება საფიქრალი. მე კიდე ბევრ ამას ვიტყვი. მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ესე არის რა, რომ ძალადობენ. კი ბატონო, ნამდვილად ეგრე არის. და არ ვიცი, თუ არ შევთანხმდებით, დამიჯერეთ რა საზოგადოება ერთმანეთში, ვერ ავაშენებთ უკეთეს საქართველოს და უკეთეს სამშობლოს, რომელიც ასე თქვენს გინდათ და ჩვენს გვინდათ. და
ისეთი განცდა მაქვს რომ რაღაცა მითიურ საქართველოს ემსახურებიან. განა ის იქრო შენ ხარ კაცო. ის რო იციან კითხვა რატო ნერვიულო? ანუ რატო ნერვიულო? რაღაცა იქ მითიურს რაღაცა იქით ემსახურებიან. დავით აღმაშენებელთან არის. განა შენ აქ პირდაპირ უდგა ხარ. კი ბატონო. და ეგ არის. კაი მიშა, ეს მე მგონი მორჩი ამაზე რისი თქმაც მინდოდა. ეგ არის რა, მოუგე შსს მოუგე მე ხა თამამად შემიძლია თქვა და ამაზე ხავი ნებისმიერ ადგილას დავამტკიცებ მე მოუგე ასეულობით პოლიციელს ყველანი მტყუანები გამოდექით მოუგე შსს იმედია მაგას მაინც მაგრამ ვერა ალბათ მაგასაც ვერა თვითნობიერებ ხო რავი სასამართლო მოვიგე ხო რა ო და მტყუანები ხართ რა და ცალკარავ ვითამაშე მაგას ვიტყვით მე ხო მოდი ისიც სათქმელი არის და ძალიან გაგვიმართლა მოსამართლეში ძალიან გაგვიმართლა მადლობა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა თავის საქმე რო გააკეთა ძალიან დიდი მადლობა და დღესდღეობით იმედია მაგას არ გაგვიგებთ სუდათ რომ სასამართლოსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს მაგრამ გაგვიმართლა ძალიან რა იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო ელემენტარული კაი აღარ ჩავურმავდები მოკლედ მადლობა აქედან და მე მგონია რომ კიდე გადავიკვეთებით და მექნება მადლობის თქმის საშუალება კეთილი კაი მოკლედ მოვიგეთ და 1-0 არის და სუხოი არის სუხოი მოქმედებს კი როგორ არა 6-0-ზე რო ავიდე კი ბატონო სუხოია და დაგუნებდებიან თუ კი ბატონო და დაჟე სხვა რელოციანი ეკეთება წაკისრებები დანას ჩვენ წამოვიღებთ დასაჭერებლად კაი წინ არის და გამოჩდება მაგი სადამდე ავალთ კი ბატონო გიორგი ხო მიშა დავალაითოთ ეხლა მოდი ცოტა თემა დავალაითოთ მიშა და აბა შენ როგორ გინდა ეგ თემა შეგააქრა საჩვენებელი კი წამოვიღე მე რაღაცები და აბა მოდი შენ მითხარი რა გინდოდა მე რა მინდოდა და მე მინდოდა ერთ ისეთ საინტერესო ამბავზე კითხვა დამესვა შენთვის რა გუშინ თუ გუშინწი რატომღაც ამეკვიატა რომ Blade HQ-ს გაყიდვები სტოპი მენახა რა არის მიდი ხო რა არის პირველზე რა არის მეორეზე რაღაც პოპულარულობის მიხედვით ხო და ნუ რაღაცა ძალიან ბევრი ისეთი სტანდარტული რაღაცა იყო რაც არ გამკვირვებია რა ხო და ერთი რაღაცა ძალიან გამიკვირდა მე-4 ადგილზე არა მე-5-ზე იყო გაყიდვებით არის ამერიკული ბრენდი წარმოებული არის ტაივანში ბრენდი შენ არ გიყვარს კაი ცირდად ჩინური რაღაცეებს და იაპონურ რაღაცეებს უშვებს ჩვენ მაღაზიაში გვაქვს ეს კონკრეტული მოდელი უბრალოდ კაი ხანი არ გაყიდულა საერთოდ გამოცანასავით არ გაკითხები გეტყვი რაც არის რა მე ავდექი და დავინტერესდი სხვადასხვა პერიოდებში როდის იყო ეს ათეულში და აღმოჩნდა რომ თითქმის ყოველთვის არის თუ ეს დანა გამოშვებულია მოკლედ ამერიკაში ათეულში არის სულ მოვიტანე ხა ამ დანას და გაჩვენებ ბრენდს მაინც თუ გამოვიცნობ აბა კერშო არა აბა მოკლედ აი ეს დანა მართლა არ მეგონა მიტვესონი მართლა არ მეგონა ბატონო გიორგი რომ ანუ ხა მე ჩაუჯექი ამის რევიუებს ხა 34 და 35 კაცი იქ ტყუილ არ წერს ანუ იმდენად დადებითი შეფასებები აქვს ხო და ფასრად შეეხება ანუ ჩვენთან გამოდის რომ უფრო იაფია ანუ ნუ როგორ იცი იქ რო დაემატება მიტანის თანხა და აქ ჩამოტანა რომ დაუმატოთ გამოდის რომ 4 ლარით უფრო იაფი გვაქვს ჩვენ რა ეს და ხო და ესეთი რაღაცეები კიდე აღმოვაჩინე სხვადასხვა მოდელებზე რას ფიქრობ შენ ის ერთი ის ხო არ მიუძღვნათ მე სხვადასხვა საიტების თქვა ათეულებს და შევადაროთ ჩვენ იმას რა ქვია რეალობას შეიძლება თუნდაც ფასებით შეიძლება ბარემ ისიც ვახსენოთ რომ ყუდო 180 ლარი ღირდა კი ბატონო ყუდო 180 ლარი ღირდა ანუ წინა მანამდე რა იყო ნამდვილად კი და დღეს ძალიან ბევრ დანაზე აღმოვაჩინე რომ აი მაგალითად CVV-ზე პირობითად ეს ვაღარ გვაქვს კატის თავიანი მოდელი ანუ ფასის ხვობა ჩვენთან იყო 11 ლარით უფრო ძველი ანუ მე მგონი ავიცი რა სასწაული შედეგია ხო ვცდილობთ და იმედია ხო და თვლი რო კარჩი ეგეთი რაც გავაკეთოთ რომ მოხმარება მე მგონი ძალიან უნდა დაინახოს რომ ანუ უმეტეს რაღაცეებში
ძალიან მაგარი ფასები გვაქვს. კი ბატონო. კაი, მაგაზე მოვიფიქროთ კარგად, რაღაცა ვიდეოს ფორმატი და შეიძლება მივიღოთ ერთი ვიდეო. ეხლა მე სხვა რაღაცაზე მინდა ვისაუბრო, მიშა. ხო, ეს დანა გახსოვდეთ. Blade show-ზე მინდა ვისაუბრო ცოტა მიშა. იქაური გამარჯვებულები მინდა ვთქვა ამაში. პირველი მე წინაზე რაღაცა დამიკომენტარეს რა და ცოტა ისე ხო იცი ხანდახან გაატარებ შეიძლება 100 ჯერ გაგინო და არ მიაქციო ყურადღება და შეიძლება რაღაცა და ისე ყურადღება მიაქციო ხოლმე რა და ვიღაცამ ისე დაწერა თუ წაიკითხე რა რომ 500 ლარიანის ლიბჯოითო რა ვაშლის გასაჭრელიო და რაღაცაო და ბიჭო უმაგრესი დანა არის და ისე გამოვიდა რომ რაღაცნაირად დაემთხვა და ამდანამ მოიგო საუკეთესო ლიბჯოინტი Blade show-ზე. კი ბატონო. სხვა ვერსია იყო რა თქმა უნდა ეხლა იქ ძვალით იყო გაკეთებული და რაღაცა მაგრამ ეს დანა იყო ეგ დანაა ზუსტად რა. ხო და უმაგრესი მოდელი არის მეგობრებო და კიდევ ერთხელ დამტკისდა რომ ანუ ერთი წელი მოქვს ჩამოტანი და არ გაყიდულა რამდენიმე თვეა რა. ხო და ჩემი აზრით ცოტა უნდა გამოფხიზლდეთ მესმის რთული პერიოდი გადავიარეთ დანების მოყვარულებმა თუმცა გადავიარეთ რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი არის გასავლელი მაგრამ ნუ გადავიარეთ მიშა მე მგონია რომ ამაზე უარესი რაც იყო აღარ გვექნება აღარასოდეს დანარჩენი უკეთესობები იქნება ხო და ნუ ნენელა გამოფხიზლდით და კაი მოდელებს მიაღწევთ ყურადღება მაგაზე მე ხა მაშინ ძალიან ისეთ რაღაცას ვიტყვი ბატონო გიორგი საერთოდ არ მაქვს კაი იმედი მაგ გამოფხიზლების და გეტყვი რატო აბა მიდი ძალიან ტოქსიკური გახდა დანების საზოგადოება ჩემო კარგო და გეტყვი რატო აბა მიდი ახსენე მე როგორ რასაც გულისხმობ ამაში ახსენე მაინც არელი ბოთლია ძალიან ტენდენციური არის და ერთმანეთს თითქოს ნიშნის მოგებით ხდება რაღაც დანების გაზიარება რაღაცა შეჯიბრებითობა რომ ვინ უფრო მეტ ზვირიან დანას გამოაჩენს და იმდენად იკარგება ბევრი კარგი მოდელი ხო რომ აი community-ში უშუალოდ საკმაოდ არაჯანსაღ სიტუაციას ვამჩნევ მე. მოდი ასე ვიტყვი მაშინ რომ აი რამდენიმე თვიანი ჯოჯოხეთი ამ სფეროში რაც გამოვიარეთ, მაგისი ბრალი არის ძალიან ბევრი ჩემი ასეთ. ძალიან ბევრი შეშინა, ძალიან ბევრი გაიგზა, ძალიან ბევრი რაღაცა და მე მგონია რომ გადავიარეთ და ნელა გამოჯანსაღდება სიტუაცია. ძალიან დიდი იმედი. ხალხმაც როგორ მოიკლო, რამდენმა მოიკლო, ახლა თუ დააკვირდა, იმიტომ რომ ვის რა თუნდა რომ ახლა საბარგულიდან აი რავი კიდევ ვიტყვი რომ გცხენოდეთ რა ვინც ამაში მიიღეთ მონაწილეობა. შეიძლება მოატყუოთ ხვები, მაგრამ რავი თქვენ თავს ხო ვერ მოატყუოთ ცხოვრების ბოლომდე რომ მაგაში მონაწილეობა მიიღეთ, ვინც გააკეთა ეგ, უმეტესობას არ გაუკეთებია, მაგრამ ვინც გააკეთა საბარგულიდან რო პლოსკოს ამოუყებ ადამიანს და გინდაც დიდ ჯაყვას ამოუყებ ეს საბარგულიდან. ეგ ხო ხვდები რომ შენ რო უსაფრთხოებას არ ემსახურებ. გერმანები რო წაართვით ხალხს. კი ბატონო. მაგას ხო ხვდებით რომ უსაფრთხოებას ეგ არ ემსახურება და არც იმ კანონს არ ემსახურება. ემსახურება იმას რომ უბრალოდ რაღაცა ამკულა დაიწეროთ, ან ვიღაცა განამწაროთ და ის რაღაცა ძალადობა რაც არის, შიგნით დაიკმაყოფილოს ადამიანმა რა. კაი, მოკლედ გადავლახეთ და იქნება უკეთესობა. კი ბატონო. ხო და მე მინდა რომ რაღაც ათეული ვთქვა მიშა Blade show-დან. მიდი. რომელიც რაღაცნაირად ჩვენთანაც დავაკავშირო. ერთი ეს არის მიშა. მეორე საუკეთესო ინოვაციური დანა თუ სწორად ვიძახი აიღო Winter Blade Mythic-მა. კი ბატონო. და ძალიან გამიხარდა, შენ ჩამიგდე ის, მეც უყურებდი ვიდეოს იქამდე არ ვიყავ მისული უბრალოდ მე განახე კოლაბორაცია. დიახ ბატონო, თემურას. ჩვენს თანამემამულესთან, ჩვენს მეგობართან, ჩვენს პარტნიორთან თემურას გაუკეთებია აი ბრაიან ვინთერსთან კოლაბორაცია და ძალიან მაგარი საინტერესო ჩამკეტი მექანიზმით გააკეთეს მოდელი, პრეზენტაცია ქონათ, რომელიც როგორც ვიცი, თემურასთან ერთად ქონდა გადაკვეთა გუშინ წინ და უკვე წარმოებაში არის ჩაშვებული და დიდი სიხარულით ახლო მომავალში მგონია რომ წარმოგიდგენთ მაგას. ხო, ნუ მოკლედ ძალიან ესეთი გასახარი ფაქტი არის ეგ ყველაფერი Winter Blades-ი ნამდვილად გამორჩეული ბრენდი არის და თუ არიცით ვინმე გადახედეთ მათ დანებს. კი ბატონო და მოდელიც ძალიან საინტერესო გააკეთეს, მაგასაც სურათის სახით დავურთავთ, რომ ძალიან საინტერესო მოდელს ველოდები თემურასგან წარმატებები და მე მგონია რომ იმედი მაქვს უბრალოდ რომ აქ იქნება თემურაზი როცა ეგ მოდელები იქნება და რაღაცნაირად ჩვენთანაც იქნება. ჩავწერთ კიდევაც და პრეზენტაციასაც გავაკეთებთ და რაღაც საინტერესოდ წარუადგენთ მაგ ახალ მოდელებსაც. დანარჩენი, ნუ თემურაზის დანებს რაც შეეხება, ჩავარდნა ქონა მოდელებში, ეხლა ველოდებით შეკვეთას და იმედია ნელა გამოასწორებთ რაღაცა პატრა შეფერხებები გვაქვს. შემდეგი მიშა იმდენი მაგარი დანა დაიდო, რომელთანაც კავშირი გვაქვს, რომელიც ათეულში შევიდნენ.
ძალიან გამიხარდა ხოკის სამწუხაროდ ახლა ის რა თქმა უნდა არა გვაქვს, მაგრამ საუკეთესო ავტომატური დანა, მაგასაც დავურთავთ სურათის სახით, ახლა იმ რა გაიმარჯვა, მაგრამ ამ მოდელის ავტომატურმა უმაგრესი დანა არის რეალურად როგორ ვთქვა, თავის ფასში ძალიან ბევრი სხვა მოდელი იყიდება და მე მგონია რომ ესეც უნდა იყიდებოდეს რა ამ ფასებში. ძალიან ცოტა გაიყიდა. კი, უმაგრესი დანა არის და ამისმა ავტომატურმა ვერსიამ გაიმარჯვა და მოიგო საუკეთესო ავტომატური დანის ჯილდო. მეც გავხსნე რა. უმაგრესი დანა. მაგარი. ზღაპრული ხმები აქვს რა. თვალი შეიძლება დახუჭო და უბრალოდ მოусვინო ამის სუფთა ხმებს. ხო, თან გაიმარჯვა ძალიან მაგარ აექრობაში, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი კონკურენტები ყავდა წელს ავტომატური დანების მხრივ არ იყო ისე რომ ხანდახან არის ხოლმე რომ არ არის რა ბევრი რა წელს 4-5 ძალიან მაგარი დანა იყო ავტომატები. შემდეგი მიშა გამარჯვებული გქონდა საუკეთესო კოლაბორაცია. კი ბატონო. და მაიცადე ის იყო ხო რასკი იყო მაგონი და მაიცადე ძალიან კაი კასთან ქონდათ ხო ჩიპ მეტალთან ძალიან კაი კასთან ქონდა ჩიპ მეტალთან ქონდა კოლაბორაცია რასკი არა მოქვს სამწუხარო რასკი არის ჩემი აზრით საქართველოში დაუფასებელი მოდელი ცოტათი რაღაცნაირად რასკი რა დაუფასებელია თუ მე ეგრე მგონია თუმცა მესმის კიდევაც რატომაც იმიტომ რომ თუ არ შეეხე მაგდანას ალბათ ხო ისე მართ არის რომ ესე შეხედვით და იმით თუ არ შეეხე დანას ვერ მიხვდები რა გოგონია რომ რაღაცნაირად უბრალოდ დანა არის ეს ახლა ფელი არის სხვა მოდელი არის იმიტომ რომ რასკი არა აქვს უბრალოდ სიმბოლურად წამოვიღერო თქვა გრიმსმოს დაუფასებელია ცოტა ნორსმანი რამდენი ხანია მიდევს და ახლა წინა კვირას წაიღეს ერთი ცალი ხო ანუ ჩიპ მეტალი ძალიან გამიხარდა მე შარშან გავიგე მისი არსებობის შესახებ ჩვენი მან გამაცნო ასე ვთქვათ ბეკამ ჩიპ მეტალის შესახებ და ძალიან საინტერესო კი ძალიან და აი რასკის სურათაც დავურთავთ როგორ მოდელმა გაიმარჯვა და ძალიან საოცარი მოდელი საოცარი კოლაბორაცია იყო მოკლედ და ღირსეულად მოიგეს ეგეც და გრიმსმოები კიდე ჩვენი მეგობრები არიან ფაქტია ასევე ურთიერთობა გვაქვს ამ კაცთან მიშა ამანაც მოიგო ამან მოიგო საუკეთესო შეფუთო შეფუთულები არ უდეს ხოლმე გახსნილი უდეს იქ დანები ამან მოიგო საუკეთესო როგორ დავარქვა ქარხნული ხარი ანუ best factory knife რაღაცა ქარხნული დანა რა საუკეთესო ქარხნული დანა სერიული დანა ოღონდ ხო რა ოღონდ ხარისხის მხრივ არის მოდელზე და იმაზე არ არის საუბარი რა თუმცა იმ შემთხვევაში კონკრეტული მოდელი იყო არჩეული და ჩემი აზრით ეგეც ღირსეულად რა დანა იყო რა მოდელი იყო ზუსტად არ მახსოვს F3 იყო თუ რაღაცა იყო სხვა ვერსია რა custom-ი რა თქმა უნდა იქ რაღაცა full dress-ი მთელი ამბები არ მიქცევია მაგისთვის არა full dress ხო რა ანუ მოკლედ მირორები ყველაფერი მოკლედ მაგრამ ნუ მან მაგითი არ მოუგია ხო ხვდები ეგ გადაპრანჭული მასალები ძალიან ბევრი გვინახავს რა და მე შემიძლია ახლა ვიყიდო ძალიან ყველა ძვირფასი მასალები და რაღაცა შევკრა ეგ იმას არ ნიშნავს რომ იმ მასალაზე მეტი იქნება იმის ფასი ხო და აქ თავარი არის მოდელი და ხარისხი აწყობის ეს შენია თუ არა მაღაზიიდან წამოვიდა და ჩემი აზრით საოცარი მოდელი არის ეს კი ეს ძალიან მაგარი მოდელი საოცარი მოდელი არის და ვინც შეკრა ამისი სამეული ყოჩახ fat strip და slim strip არის კი ბატონო მარტო ეგ რო ქონეს უკვე მაგარი კოლექცია გაქვს ძალიან კი ბატონო ხო და მოკლედ ნუ შიროგოროვებიც ღირსეულად რასაც ყოველთვის ვიძახით რომ საოცარი ხარისხი საოცარი დეტალიზაცია გამოდიდებელში შეგიძლია ათვალიერო და დატყვემისი აი რაღაცა კონტურებით დეტალებით სილამაზით მაგანაც ეგეც აღიარეს ესენიც ბახტრიონზე შეგიძლიათ მიბრძანდეთ ასე რომ კი ბატონო მართლა მაგარი მაღაზია გვაქვს სუმცილე ევროპის მასშტაბით სამწუხაროდ მიშა native 5 გვაქვს აქა native 5 აღარა გვაქვს კაი native 5 ed champs კაი შენ თქვი native 5-მა მოიგო
საუკეთესო საკოლექციო ჯილდო და რა მაგარი მოდელი იყო. კი ბატონო. საოცარი მოდელი გააკეთეს. ნუ არ ვიცი. მაგ მოდელზე მოგიყევი როგორ დაასპოილერა ეჩებმა ჯერ კიდე ერთი წლის წინ? არა. Facebook-ზე რო დაწერა? კაი რას ამბობ. დაასპოილერა ხო მოკლედ მოყევი და ვიტყვი რა მაგარია ისტორია ეგ ძალიან. არაფერი ანუ ძალიან შეზღუდული რაოდენობით გააკეთეს ხო მაგი როგორ ვთქვა ძალიან უნდა გაუმართლოს ვინმეს რომ ეგ ქონეს კოლექციაში და ძალიან ბევრ დანას დაუცმობდი. მაგრამ არ დაადეს სხვათა შორის კატასტროფა ფასი, ანუ $1000 მაგ დროს არ არის კატასტროფა, როდესაც ეგეთი მოდელი არის. მან მთელი მუღამი იყო ის ბოლსტერი, რომელიც ეჩებმა თავის შულთან ერთად გამოჭედეს მოზაიკური დამასკით და წარმოიდგინეთ 9 თვის წინ ედი დილით ახალია Facebook-ზე დაწერა რომ გლესერების ოჯახს მადლობას უხდიო რომ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებითო თავარ დანასო მე და ჩემი შვილი გავაკეთებთო და იქ ატყდა ბიჭო კომენტარებში რომ ანუ მე მინდა და რაღაცთან ნუ მოკლედ ეს იყო ძალიან საიდუმლო ინფორმაცია რა. ხო იქნება. ხო და მე სოლის ხოლმით სპაიდერ რაღაც ახალ მოდელს რო აკეთებს, მაშინ ვიგზავნის ხოლმე რომ საიდო confidential აწერია რომ ახალი მოდელი ვექნება და. ჩემ მაგარი კაცია, ისედაც კაი ტიპია რა Facebook-ზე რომ ყავს ხო ხვდები, ძალიან პოლიტიკურად აქტიური მასტია რა, და მაგარი მასტია, კი. კი. ერთი კიდე შენმა საყვარელმა დანამ გაიმარჯვა მიშა. დროპბეარმა. დროპბეარმა? ო, ეგ არ ვიცოდი. ესეთი ჯილდო ყოფილა. Best Buy თუ სწორად. კი, Best Buy-ში მოიგო თავის დროზე CV ელემენტუმაც და ვა, ეგ ძალიან პრესტიჟული ჯილდოა, გიო. კი. მართლა ძალიან პრესტიჟული ჯილდოა. ანუ Best Buy, ანუ იგულისხმება რომ მაგ ფაში მაგაზე უკეთეს ვერ შეიძენ რა. ანუ და თავის ფაში განაისრო თქვა $200-ში ან რაღაცა, ანუ თავის ფაში საუკეთესო დანა რა. ყოჩახ დროპბეარმა. ვა. კიდე იცი რა მიხარია ძალიან ზერო ტოლერანსის გამოცოცხლება მიხარია, ზერო ტოლერანსმა 20 წლის თავზე ჯილდო მოიგო. კიდევ და გააკეთა მოდელი 20. ხო. ესე ქვია, მაგის სურათაც დაურთავთ. ამანაც მოიგო ჯილდო წინა იმას. წინაზე მოიგო? კი, მაგიტო ეგ არის 117, ამან მოიგო წინა შოუზე მოკლედ რა. ოჩახ, მოკლედ იგივე ჩამკედით არის ახალი გაკეთებული ეს მოდელის და ძალიან საინტერესო დიზაინით იყო გაკეთებული. აუცილებლად ჩამოვიდათ იმ დანასაც და ძალიან მიხარია ზერო ტოლერანსის გამოცოცხლება. სანამ შემდეგზე გადავალ ზერო ტოლერანსის გამოცოცხლებაზე რო წავიდა საუბარი. მეთვორდის ახალი ვიდეო ხო არ გინახავს? არა, რა მოხდა? ძალიან ისეთი ემოციური ვიდეო ჩაწერა რა. რაო, კაცო. ნუ მთელი თავისი განვლილი გზა მოყვა. ვა, რა საინტერესოა, დევს. კი, დევს. იქ ვისთან იყვნენ, მე მგონი, აღარ მახსოვს, არიზონას თილთან თუ რომელიღაც კომპანიასთან და ფოლადი რო ასესხეს არ ქონდა თავიდან და შენოღონდანა გააკეთეო და როცა გაგიხარდეს მე დაგვიბრუნე და რაღაცა ეგრე ნოლიდან რო დაიწყო და მე ვაფასებ მაგ ადამიანს. მიუხედავად თავისი რაღაცა რეპუტაციისა და ზოგი რაღაცა იქ რაღაც აქციელის გამო რაღაცას მე იარლიხს აკიდებს ხოლმე. სადანე თემაში მე ვაფასებ მაგ ადამიანს. ძალიან მომეწონა, ძალიან ღირსეულად ილაპარაკა ემიზე, ემი მეთვორდზე, რომელსაც გაშორდა და ეხლა გამოვისყიდა კომპანია და 100%-ით ჩემი არისო ეხლა. და მოკლედ ძალიან ბევრი განსაცდელი აქვს გადატანილი და ძალიან ბევრი გამოწვევა. მარტივი არ არის სადანე ესეთი თემის აწყობა რა. ყველაფერთან ერთად კაი ბიზნესმენი რო იყო. სულ მოწოდების სიმაღლეზე. კაი ფინანსისტი იყო, კაი მენეჯერი იყო, კაი ხელოსანი იყო, ყველაფერი ერთად კი და საბოლოო ჯამში თან რომ მარტო იყო, რომ არ მიეყიდო ვინმეს. ძალიან რთული. ძალიან რთული არის და მაგაზე გამახსენდა მოყევი ერთი და მე ვინტომსონის ამბავი მოვაყოლოთ ერთი. რა მაგარი შტუკა გააძრო. თავისი რო გააკეთა. და იგივე მოდელები რო დაწოვეჯა. მაგარი მომენათ რა დაუბრუნდიო და თილაიც ერთი ჯირკა დაუმატა პროსტა. ჩინელებს ჩაუტარა იმენ. ხო, მოკლედ ლინტომსონი დაბრუნდა თავისი ახალი კომპანიით, მეგობრებო და კი ბატონო. და განსხვავებული მოდელებია და კაი შოუ იყო, კი არა, პლეი შოუ.
თეიმურაზი იყო მისული და მაშინ დავინახე ეს ლინტოსოვი როგორ ხო გამობაჯბაჯდა და მაგარი კაცია რა. კი ბატონო. ხო, მოკლედ საინტერესო ვიდეო დადო მედფორდმაც და ვიცხართ მისი მოყოლები, შეგიძლიათ შეხედოთ, ძალიან ისეთი არის რა. საუბრობს თავის გზაზე და მოკლედ გამოწვევები აქვს, ბევრი პრობლემები აქვს, ბევრი გასაჭირი აქვს. ესე თეიმურაზის ვიდეოს თუ უყურე, გიო? მან რო თქვა ერთი ფაქტი, რომ წელსო პირველი ნაიფ შოუ არისო, როდესაცო ხალხის რაოდენობა ნაკლებიაო და ამას ხვდებიო მაიკროტეკის სტენდითო. უსმინე მაგას? არა, გაგამახსოვს. ძალიან დავაინტერესა რა ისე, რომ ანუ მოკლედო ყოველთვისო რა მაიკროტეკის სტენდთან მუდმივათო, ან დილიდან საღამომდე ხალხის რაოდენობა არისო რა და ეხლა იყო ესეო, რომ ანუ უცბათო მიაწყდაო, მე მთელი დღე რა ციცარიელე, თქვა მე კიდე მიაწყდაო რა. ხო და სხვა უნც არსად არ შემიმჩნევია მსგავსი პათოსი რა სხვისგან და ესე თეიმურას კი ვკითხავდი რა, ანუ რამდენად ხო რა. თეიმურას დიდი ხანია დადის გამოფენებს მანტა. ხო, შეიძლება. იცი რა არის მეთორდით საუბრობდა მაშინ რომ ბუმი გქონდაო კოვიდის დროსო. გაგიჟდაო, გადაირიაო, ხალხიოს ჩაკეტილიო, გადავიდნენ შოპინგებზეო, ანუ იმა გარეთ რო ვერ ხარჯავდნენ რესტორნებში, ბასეინებზე, იმებზე, გულებზე, დაიწყეს უკვე ყიდვა ონლაინ და მაშინ და მე უცებ დავარდა საოცრად და ეს ძალიან ბევრმა ვერ გადაიტანა. მეთორდსაც ძალიან ბევრი გამოწვევები აქვს და ძალიან გამიხარდება თუ ძალიან გაართმევს თავს და ახალი მოდელებით წარდგება. ხო და საინტერესოა ეს ყველაფერი. კაი, კიდე რომელი მოდელი იყო და იცოდე ვახსენო მიშა ათეული ამოწერე. ისინი უნდა ითქვას კიდე. მაიკროტეკი. მაიკროტეკი აკრის მე მგონი, ხო? აკრის ფიქსი რო გააკეთეს, ხო და ჯილდო მოიგო საუკეთესო ფიქსი ამერიკული. ხო და პირველად გააკეთა ფუნქციური დანა. კი, ძალიან საინტერესო არის, მე ძალიან მაინტერესებს მაგდანის ნახვა, კი. 5 წელი გზაშია. მართლა? სამი უკვე გადადებული არის, მაგრამ ნახვას მოვახერხებთ. კი, ნახვას მოვახერხებთ, ხო და ჯერჯერა რომ ფასიც არ მახსოვს, მაგრამ სამზარეულო დანები M390-ებზე ისეთ კარგ ფასებში გამოუვიდა, მე მგონია რომ ესეც უკვე რაღაცა სიტუაცია შეცვლის მაგ სეგმენტში. კი. რომ ეგეთივე ფასები თუ გააკეთა, როგორც სამზარეულო დანებზე ქონდა, მაშინ ძალიან მაგარი. ისე მაშინ ახალ მაიკროტეკი ახსენე, ახალ მოდელებთან დაკავშირებით ელოდები რამეს? არა, ამ შეკვეთაში ახლა ჩამოდის, ამ შეკვეთაში მე მგონი არ შემხვედრია ახალი მოდელები. შემდეგზე შევეცდები უკვე რომ იმას. მაინც ძალიან პრიორიტეტული დილერი არა ვართ რა. ძალიან პრიორიტეტული, მაგას თიც გავიშვერდი ისევ ჩვენი მეგობრებისკენ, რომ ამ დღეში რო ჩაყვარეს. ხო, მაგრამ სხვა დილერებთან ვიყავი იმ დღეს სტუმრად და ისინი რა ვიცი, ეთყობა საერთოდ არ არიან. კაი, ხო, ის კიდე საუკეთესო აქსესუარის მომხდა თვალში, მიშა რომ უყურებდი და არასოდეს არ მიქცევია ყურადღება, არ ვიცი ჩემი ბრალი არის Lion Style-ის ეგი. კვეთილი თვალის რა და ამდენი ხანია არის ეგ ვერსია, ეგ მოდელი და აიღო საუკეთესო აქსესუარის ჯილდო, ოღონდ ეხლა ალუმინზე გააკეთეს. მანამდე ტიტანები იყო ხოლმე და ცოტა ძვირები იყო ხოლმე რა და მაქედან გამომდინარე აუცილებლად ჩამოვიდან მაგასაც და მე მგონია რომ სუმცირე რაღაცა რაოდენობით უნდა გქონდეს მაგ ჯილდოს ფლობელი. კაი, ბარლო თქვით, ესენი თქვით, ბესტბაი თქვით, ხოკიც თქვით. მე მგონი ყველა თქვი, ათეული ჩამოთვალეთ მიშა შეიძლება ითქვას. ხო, კი ბატონო, ამ ხუმრობაში აგერ ისიც გავიარეთ, რა ქვია. Blade Show. ხო, Blade Show გავიარეთ. Blade Show-ზე ქართული რო იყო თეიმურაზი კარგად წარმოდგენილი, ეგ თქვით ხო? მეორე ეთნიკურად ყოველ შემთხვევაში ქართველი იყო წელს. სოსოც იყო, კი. სოსოც იყო, კი. კი ბატონო. სხვადასხვა არის სოსოს სერი ძალიან მახარებს რა, რომ უყურებ ძალიან საინტერესო კოლაბორაციები. ძალიან გაიგჭია. ხო, არ ვიცნობ ხა ესე პიროვნულად, მაგრამ ძალიან მომწონს, რასაც აკეთებ. კოლაბორაციები ბოლოს ვისთან წინაზე პოიკილოსთან მახსოვს მე მგონი. პარტიზანი, პოიკილო, ტრივისა ძალიან მაგარია. არა, ძირითადი მაინც არის პოიკილო, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ასევე არტიზანთან რა. კი ბატონო. კაი, მე მგონი საინტერესო გამოგვივიდა. დანარჩენი წეგან თეიმურაზი ვახსენე და სტუმრები არ ყოლია კაი ხანია მიშა და 1-2 ვიდეოს ჩავწერ უშენოთ, რო იცოდე.
ორი იურისტი მეყოლებოდა 4 ვერ ვეტოვით. გასაგებია. რამდენიმე კვირაში იურისტებთან ერთად ფიქრობ რომ ძალიან უცნაური ამბავი იყო, თან ესე რომ მაჯახა. აი ბატონო, გასაგებია. 4 თუ ჩაგდებს ბატონი. არა, როგორ გეკადრება. ცოტა ადრე გეთქვა და ისე, რა ქვია, საქმეს მაინც არ გადავდებდით. ავიდოდი, გავიკეთებდი, რაც გასაკეთებელი იყო. შვიდაც, არა. გასაგებია, კი ბატონო. მოკლედ, სტუმრები кайხანი არ ყოლია. იურისტებთან ერთად აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცა ცვლილებები რო იქნება, აუცილებლად მე მგონი დრო არის. ძალიან სასარგებლოა. ძალიან ბევრი იურისტების ვიდეოები რო ხდება ხოლმე, რაღაცა რჩევებს რო იძლევიან, არაფრის მომცემს. რეალურად რო არაფერს საფუძველი რა სასარგებლო რჩევები რომ მივცეთ, ჩემი გამოცდილებით და პლუს იურისტთან ერთად ესე შეჯერებული, ვფიქრობ რომ სასარგებლო იქნება. დანარჩენი თეიმურაზიც ჩემი ერთ кайხანი არ ყოლია და დათოთ შეიძლება თავისი ახალი მოდელებით, კი, ძალიან საინტერესო იქნება, განსაკუთრებით ის ინტეგრალი, რაც გააკეთა მნიშვნელოვანი მე თუ სიტყვა არა ქართულ მედანეობაში რა. სხვას არავის არ აქვს. ირაკლი ბაქრაძეც რო დაამთავრებს ჩემდანას, მაშინაც მოვიწევ და აქედან თხოვ ირაკლისაც რომ სახელოსნოში შეიძლება რომ ვესტუმროთ. აქედანვე მოკლედ მოკითხვა და პატივისცემა ირაკლი. კი, და დათოსთანაც შეიძლება მოკლედ რომ ცოტა გავუცდეთ ჩვენს საზღვრებს. კი ბატონო, მოკლედ ეს იყო ჩვენი ანონსი და რა ქვია, სიახლეები და რა ვიცი, დღევანდელი ვიდეოს შესახებ თუ რამე კითხვები გექნებათ კომენტარებში აქტიურად, გამოიწერეთ არხი და ჩვენ კიდე გემშვიდობებით მომავალ პარასკევამდე. მადლობა ყურადღებისთვის.